ბატონო გენერალო, მადლობა თქვენი დროისთვის. ანკარაში გამართული ნატო სამიტით დავიწყოთ, რა არის ძირითადი შედეგები, რაც მივიღეთ. სამი რამ უნდა აღვნიშნოთ. პირველი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო, რომ ბოლოს ერთიანობის განცდა გაჩნდა. ყველაფერი უხეშად დაიწყო, პრეზიდენტი წუწუნობდა ესპანეთზე და სხვა ქვეყნებზე, რომ ირანში არ დაეხმარენ. ასევე კვლავ წამოჭრა გრენლანდიის თემა, მაგრამ სამიტის ბოლოს ყველაფერი კარგად იყო, რაც ნებისმიერი სამიტის მიზანია. მეორე რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ეს არის ევროპული ქვეყნების მიერ თავდაცვაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციების დემონსტრირება. ჩვენება რომ მზად არიან თანამშრომლობისთვის, ამან შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და მესამე, რა თქმა უნდა, იყო უკრაინის მხარდაჭერა. თავარი მოვლენა პრეზიდენტის განცხადება იყო, რომ უკრაინას ლიცენზიას მისცემს პეტრიოტების რაკეტების წარმოებისთვის. რამდენადაც მინდა ამის დაჯერება, სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ პრეზიდენტი ამას ბოლომდე მიხვება, ასე რომ ზეიმს არ დავიწყებდი, სანამ ხელშეკრულებას არ დავინახავ. სწორედ პეტრიოტების ლიცენზიაზე მინდა კითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნაბიჯი, ერთია პოლიტიკური საკითხი, თუმცა მისი წარმოება წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით საკმაოდ გრძელვადიანი და რთული საკითხია. აქედან გამომდინარე, რა შეგვიძლია ვთქვათ? დიახ, რა თქმა უნდა, პეტრიოტი მსოფლიოში საუკეთესო სისტემაა ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად, მაგრამ კარგად არის ცნობილი, რომ რთული სისტემაა. უნიკალური მიწოდების ჯაჭვის შექმნას დიდი დრო სჭირდება. შრომა. ეს ყველაფერი ხდის მას ასე ძლიერს. ამიტომ გარკვეული დრო დასჭირდება. თუ დაუშვებთ, რომ ლიცენზირება რეალურად მოხდება და თუ ვივარაუდებთ, რომ უკრაინაში ამის გასაკეთებლად ადგილს იპოვნიან, ან შესაძლოა უკრაინის გარეთაც, ამას გარკვეული დრო მაინც დასჭირდება. სანამ წარმოების მნიშვნელოვანას დასდავინახავთ, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ თუ ვინმე შეუძლია ამის სწრაფად გაკეთება, ეს უკრაინა იქნება. ვგულისხმობ, რომ წარმოუდგენელ ვადებში ახერხებენ ისინი რაღაცეებს. არაფერი ხდება სტანდარტულად, როცა უკრაინაში რამის კეთებას იწყებენ, მაგრამ მაინც ყისიერი შედეგი არ იქნება. მეორე მხრივ ეს რეალურად პოტენციურად ხსნის პერსპექტივას სხვა ქვეყნებისთვის, რომ დაეხმარონ უკრაინას დაიცვან თავი ბალისტიკური რაკეტებისგან, რადგან სინამდვილეში ბალისტიკური რაკეტებია, რის შეჩერებასაც ისინი ვერ ახერხებენ. სწორედ ეს ანგრევს სახლებს და კლავს უდანაშაულო უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას. ასევე მოვისმინეთ დისკუსია უკრაინისთვის შეზღუდვების პოტენციურად მოხსნის შესახებ და რუსეთის სიღრმეში დარტყმის შესაძლებლობებისთვის. რა შეიძლება ეს ნიშნავდეს? ეს არის ატამკარსებისთვის შეზღუდვის მოხსნა თუ რაიმე სხვა ტიპის შორიმოქმედების შეიარაღების გადაცემაზეა საუბარი? სინამდვილეში არ ვიცი არსებობს თუ არა რაიმე შეზღუდვა. ანუ თუ უკრაინა წარმატებულად ურტყავს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რომელიც 2500 კილომეტრით არის რუსეთის სიღრმეში, ისივე შექმნილი სისტემებით, არ ვიცი რაიმე შეზღუდვა არსებობს თუ არა ჩვენს მიერ მიწოდებულ შეიარაღებაზე. რა თქმა უნდა, ამერიკა ამ იარაღს პირდაპირ აღარ აწვდის უკრაინას, მიყიდვა სხვა ქვეყნების გავლით ხდება. ასე რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები იყოს კიდეც, მაგრამ ამის შესახებ დიდი ხანია აღარ მსმენია. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა საკუთარი წარმოების შეიარაღებით რუსეთის სიღრმეში ძალიან მნიშვნელოვან დარტყმებს აწარმოებს, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. რას ცვლის ეს ყველაფერი ომის მიმდინარეობაში? ვფიქრობ, უკრაინამ შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც მას გამარჯვების გზაზე აყენებს. რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტის პოტენციალის განადგურება, რაც ფინანსური რესურსების მოპოვებას ძალიან გაართულებს. ომში დარჩენა ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ ნავთობის და გაზის ექსპორტი ჩინეთსა და ინდოეთში. შემდეგ ვფიქრობ, მათთვის ამის გაგრძელება ძალიან რთული ხდება. ეს ამ ზაფხულს არ მოხდება, მაგრამ მომავალი წლის ზაფხულის მომდევნო თვეებში ეს შესაძლებელია. ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ამას ნამდვილად მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. მეორე მხრივ, რუსები ახლა გრძნობენ ამ ომის შედეგებს, როდესაც მათ რიგში დგომა უწევთ ბენზინის შესაძენად, მათ შორის მოსკოვშიც. მე ვფიქრობ, რომ ახლა ალბათ რეალური უკმაყოფილება გროვდება. არ ველოდები, რომ რუსები ქუჩაში გავლენ. ვფიქრობ, ტრადიციულად რუსულ სტილში მოიქცევიან, თავს დახრიან და შეეგუებიან, რომ ცუდი ცხოვრება აქვთ. მაგრამ ეს უკვალოდ არ ჩაივლის. ასე რომ ეს უკრაინის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან მათ აქვთ შესაძლებლობა ზუსტად დაარტყან მიზნებს ასე შორს. და თქვენ იცით, რომ რუსეთის მთელი ძალა ისტორიის განმავლობაში მისი უსასრულობა იყო. ვგულისხმობ, იმდენად დიდია, რომ მთელი არმიების თანხმა შეეძლო, სანამ ისინი მიზანს აღწევდნენ. ახლა კი სწორედ ამ სიდიდის გამო გახდნენ მოწყვლადები, რადგან მათ არ შეუძლიათ მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა.
ბრძოლის დროს რომ დაუბრუნდეთ, რა სიტუაციაა ახლა იქ და როგორია ბალანსი ფრონტზე რუსული და უკრაინულ არმიებს შორის თქვენი თვალსაზრისით? ჩემი აზრით, ამ ომის მომენტუმი ახლა უკრაინის სასარგებლოდაა გადახრილი. სტრატეგიულ ეფექტზე, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რაც გაზის და ნავთობის ინფრასტრუქტურაზე შორ მანძილზე დარტყმებს გულისხმობს, უკრაინელებს ახლა შეუძლიათ ასობით დრონი გაუშვან ყირიმის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც და წარმატებით განახორციელონ ყირიმის იზოლაცია სატრანზიტო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით. ასევე უკრაინული დარტყმებით იქნა განადგურებული ათობით რუსული გემი, რომელთაც ბენზინი გადაჰქონდათ. ასეთი მოქმედებები არის ყირიმის იზოლაციის პირველი ნაწილი, რომლის მიზანია გამოუსადეგარი და სამხედრო მიზნებისთვის მიუწვდომელი გახადოს ნახევარკუნძული რუსებისთვის. დაარტყეს ყველაფერს, ლოგისტიკას, საზღვაო ინფრასტრუქტურას, საჰაერო თავდაცვის რადარებს და მთავარ შტაბებს. ყველაფერზე დარტყმები ხდება. ყირიმში შეუძლებელი გახდა ამ დარტყმების თავიდან აცილება. ჩემი აზრით, ეს პრობლემა კრემლისთვის სულ უფრო გაიზრდება და წარმოქმნის ვითარებას, როდესაც რუსები უნდა გავიდნენ ყირიმიდან. გასაგებია, ეს ერთ დღეში არ მოხდება, მაგრამ ასევე არ ვფიქრობ, რომ რუსულმა ჯარებმა რაიმე პროგრესის მიღწევა შეძლონ. შეხედეთ, სად არიან ახლა ისინი რუკაზე. ისინი იქ არიან, სადაც იყვნენ 1 და თქვენ წარმოიდგინეთ 12 წლის წინაც კი. რამდენიმე წლიანი ომის შემდეგ ისინი აკონტროლებენ უკრაინის აღმოსავლეთის პრაქტიკულად იგივე ნაწილს. ზუსტად თქმა არ შემიძლია, მაგრამ როდესაც ვფიქრობ რუსების მოსალოდნელ სრულმასშტაბიან მობილიზაციაზე, რომელსაც ამ ზაფხულს გეგმავენ და რის გამოც უკვე მოითხოვეს საზღვრების ჩაკეტვა საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან, მოგახსენებათ უკვე ჩაკეტილია ლატვია, ფინეთი და ესტონეთი. რა თქმა უნდა, მათ უნდათ რომ ხალხი რუსეთში ჩატოვონ და დაიწყონ მზადება მობილიზაციისთვის. ასევე ბატონმა პესკოვმა უკვე აღიარა, რომ რუსეთი არის ომის მდგომარეობაში, რასაც უარყოფდნენ გასული წლების განმავლობაში. ამიტომ, როგორც ჩანს, ამზადებენ მოსახლეობას სრულმასშტაბიანი მობილიზაციისთვის. რუსები ძალიან ცდილობენ, რომ თავის სასარგებლოდ გადატეხონ ვითარება და ისევ დაიბრუნონ ინიციატივა და შესაძლოა სწორედ ეს იყოს მცდელობა ამ მიზნის მისაღწევად. შემდეგი კითხვა სწორედ ყირიმს ეხება. ჩვენ ნახეთ ძალიან წარმატებული უკრაინული დარტყმები და ამ მხრივ რა სტრატეგიული მნიშვნელობას იძენს ყირიმი უკრაინის დეოკუპაციის საკითხში. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ყირიმი არის გადამწყვეტი ტერიტორია ამ ომში. პუტინს ჩამოყალიბებული აქვს პოლიტიკური და ემოციური ბმა ყირიმთან და ისტორიული მნიშვნელობა ეკატერინე დიდის დროიდან მოყოლებული. პრაქტიკული თვალსაზრისით კი, თუ რუსეთი ინარჩუნებს კონტროლს ყირიმზე, ის ინარჩუნებს დომინაციას შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში. აქვს ზეწოლის საშუალება ოდესიდან და მიკოლოევიდან გამომდინარე საზღვაო სავაჭრო მიმოსვლაზე. ასევე სამხედრო ოპერაციების განხორციელების პლაცდარმია უკრაინის წინააღმდეგ და ბლოკავს აზოვის ზღვას. ამიტომ თუ რუსეთი ყირიმში დამარცხდება, ეს იქნება არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ ფსიქოლოგიურად გადამწყვეტი და რაც მთავარია, ძალიან რთული იქნება კრემლის მხრიდან ამის ახსნა. თუ კი შექმნილ სიტუაციას და რუსეთზე მზარ ზეწოლას გავითვალისწინებთ, როგორ ფიქრობთ, რა შანსია, რომ პუტინმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს? მართალია, მათ დიდი ოდენობით ბირთვული იარაღი აქვთ და არც მოსახლეობის მსხვერპლი ადარდებთ, მათ შორის საკუთარის, მაგრამ ნებისმიერი სახის ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა მაინც ძალიან დაბალია. რადგან არ არსებობს ბირთვული იარაღის გამოყენების ხელშესახების სარგებელი, არ არსებობს ომის ველზე ადგილი, სადაც ამ იარაღის გამოყენებით რაიმე შედეგის მიღება შეიძლება. ასევე უკრაინელებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ მათ არ აღელვებთ ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხი. ჩინეთის პრეზიდენტმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე ცალსახად განუცხადეს რუსებს, რომ არ უნდა გამოიყენონ ბირთვული იარაღი, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ლიდერს სურს ჰქონდეს შეუზღუდავი წვდობა იაპ-რუსულ გაზზე და ნავთობზე. და ზოგადად, როცა ვფიქრობ, რაში უნდა დასჭირდეთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება, მივდივართ დასკვნამდე, რომ მხოლოდ შეშინებისთვის, რადგან ევროპელები და ამერიკელები ბაიდენის ადმინისტრაციისგან ძალიან ღელავდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ ბირთვული ესკალაციისგან თავის ასარიდებლად. რუსები ამას ხედავდნენ და ღიად იმუქრებოდნენ. მედვედევი აკეთებდა ყოველ 2-3 კვირაში განცხადებებს, რათა შეეხსენებინა მსოფლიოსთვის, რომ რუსებს აქვთ ბირთვული იარაღი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამის ალბათობა ძალიან დაბალია. ნატოს რომ დაუბრუნდეთ, საქართველო იქ არ იყო, არ მიიწვიეს, რა შედეგები ექნება ამას საქართველოსთვის?
იმედია, ერთ დღეს ჩვენ დავუბრუნდებით საქართველოს პერსპექტივას არა მხოლოდ ნატოში გაერთიანების კუთხით, არამედ ევროკავშირშიც. შემაფერხებელი, რა თქმა უნდა, არის საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს ამ გზიდან გადაახვევინა. რა თქმა უნდა, რუსეთსაც არ აქვს არც ინტერესი და არც სურვილი საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის. იქნება ეს ნატო, ევროკავშირი თუ რამე სხვა. ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამ პროცესის ძირის გამოსათხრელად. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებს ყოველთვის ჰყავდა კარგი ელჩები საქართველოში, არ ჰქონია უცვლელი შავი ზღვის კარგი სტრატეგია, სადაც ხაზგასმული იქნებოდა საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა რუკაზე. ასევე, როგორც ჩანს, არც ისე კარგად ვიმუშავეთ იმის ფიქრისას, რამდენად მნიშვნელოვანია თურქეთი ჩვენთვის. იმედია, ეს გარკვეულ მომენტში შეიცვალა. როცა რუკას ვუყურებ და ვხედავ საქართველოს პოტენციურ როლს, როგორც ევროპასა და ევროაზიას შორის პორტალს, ეს როგორი სასარგებლო იქნებოდა კომერციულად, ეკონომიკურად, მერე ტვირთი რომ გაიგზავნებოდა მაგალითად რუმინეთში, ბულგარეთში, ის მომგებიანი იქნებოდა იმდენი ადამიანისთვის, რაც კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც რუსეთს არ სურს ეს მოხდეს. პარალელურად ჩვენ ხედავთ სიტუაციას, რომ მრავალეროვნული წვრთნები საქართველოში გაუქმდა, თუმცა სომხეთში მათი ნაწილი ჩატარდა. რამდენად ხედავთ სომხეთისთვის დასავლურ უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრაციის პერსპექტივას? იმედია ასეც იქნება. მათ ნახეს, რომ რუსეთი მათთვის სანდო პარტნიორი არაა. ისინი მიატოვეს აზერბაიჯანთან ომში. ვფიქრობ, სომხეთი წარმატებას მიაღწევს დასავლეთთან უფრო ახლო კავშირის ძებნაში. მოლდოვაშიც ჩატარდა მიმდინარე კვირაში მრავალეროვნული წვრთნები, ეს რა ტიპის სიგნალია? ვფიქრობ, ნატოს არაწევრ ქვეყნებში სამხედრო წვრთნებს ყოველთვის იმიტომ ვატარებთ, რომ დავეხმაროთ გააძლიერონ დემოკრატიული მმართველობა, თავდაცვა და ვაჩვენოთ, როგორ მუშაობს ჯარი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ასევე ვაჩვენოთ მოლდოველებს, რომ ჩვენ ვზრუნავთ მათ უსაფრთხოებაზე. მათი პრეზიდენტი სიმამაცის საოცარი მაგალითია. ეს რუსეთისთვისაც ზუსტად იგივე გზავნილია, რომ ჩვენ ვზრუნავთ. გავაგრძელოთ პოლონეთით. მრავალჯერ მოვისმინეთ, რომ შესაძლოა რუსეთმა პროვოკაცია სწორედ პოლონეთში მოაწყოს, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ პოლონეთის მზარდ სამხედრო ინდუსტრიას და თავდაცვის უნარიანობას და პოლონეთის როლს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე. რამდენად შესაძლებელი გონიათ ეს? რუსეთი რეალურად ებრძვის მეზობლებს, თუმცა ჩვენ ამას ასე არ ვუყურებთ. სინამდვილეში ესაა ომი ნატოსთან. საქმე ჯერ არ მისულა მეხუთე მუხლის ამოქმედების ზღვრამდე, თუმცა იყენებენ ჰიბრიდულ ტაქტიკებს, როგორიცაა საბოტაჟი, ინფრასტრუქტურის საბოტაჟი, მკვლელობები, დეზინფორმაცია, ავიასივრცეში შეჭრა, ჩრდილოვანი ტანკერების გაშვება, რომელსაც რუსული ნავთობი და გაზი გადააქვთ ბალტიის და შავი ზღვის გავლით. ეს ყველაფერი რუსული ომის ასპექტებია. ჯერ კიდევ იმ ზღვარს ქვემოთ, საიდანაც რეალური შეიარაღებული კონფლიქტი იწყება. ვიდრე ჩვენ და დასავლეთი ვარკვევთ, როგორ დავაკისოთ პასუხისმგებლობა, რომ ეს იყოს მტკივნეული მათთვის, ისინი გააგრძელებენ ამის კეთებას და ესკალაციას. სწორედ ამასთან აქვს საქმე პოლონეთს, ბალტიის ქვეყნებს, დანიას, გერმანიას, სხვებს. რუსები, რა თქმა უნდა, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მოსახლეობა დააშინონ, რომ მათმა ხელისუფლებებმა შეწყვიტონ უკრაინის დახმარება. შეფერხდნენ იმის კეთებაში, რაც უკრაინასთან მიმართებაში უნდა გააკეთონ. რა თქმა უნდა, ამის ერთ-ერთი დანიშნულებაა, რომ დაძაბულობა გაზარდნონ მაგალითად პოლონეთსა და უკრაინას შორის არსებულ მწვავე საკითხებზე. რუსეთი აკეთებს ნებისმიერ რამეს, რაც უკრაინას ძირს უთხრეს. და ბოლოს The Insider, Der Spiegel, ასევე Le Monde ანგარიში ისინი ამბობენ, რომ არსებობს დოკუმენტები, რომელიც ააშკარავებს ჩინეთის და რუსეთის პარტნიორობას ისეთი იარაღის შესაქმნელად, რომელსაც ვერც ერთი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერ განავითარებდა. მათ შორის სტარლინკების საწინააღმდეგო სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფას, ჩამხშობ მოწყობილობებს, გარდა ამისა ცნობილია, რომ რუსეთი და ჩინეთი ავითარებენ ანტისატელიტურ შესაძლებლობებს, რომლებიც გამიზნულია ორბიტაზე თანამგზავრების ფიზიკური განადგურებით. რამდენად შეიძლება ეს განვიხილოთ, რამდენად განიხილავთ თქვენ ამ ყველაფერს, რომ სი ძინპინის მთავრობა ემზადება დიდი ომისთვის, თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან? მე ამას უფრო განვიხილავ, როგორც ჩინეთის მცდელობას შეინარჩუნოს ურთიერთობა რუსეთთან, იმიტომ რომ მათ სჭირდება წვომა რუსულ გაზსა და ნავთობზე. მე ამას არ ვუყურებ როგორც ნაბიჯს, რომელიც ჩინეთისა და შეერთებული შტატების კონფლიქტამდე მიგვიყვეს. თუმცა, ის რასაც თქვენ აღწერთ, ეს არის იმ შესაძლებლობების წყარო, რომელიც ჩინეთს დასჭირდება თუ ამას გაკეთების გადაწყვეტს. მაგრამ ვფიქრობ, თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გამოვკვეთეთ. პირველ რიგში, რუსეთი უნდა დამარცხდეს. თუ უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, ჩინეთს აღარ ეყოლებოდა
ითვალება ასეთი პარტნიორი, რომელთანაც ამ ტექნოლოგიების გამოცდას და დახვეწას შეძლებს. ამასთანავე ეს მნიშვნელოვნად შეაფერხებს ჩინეთის წვდომას იაპ რუსულ ნავთობსა და გაზზე. ამიტომ პირველ რიგში რუსეთი უნდა დამარცხდეს, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს არსებობდა სტრატეგია, ჯერ გერმანია უნდა დამარცხდეს. დღეს სტრატეგია უნდა იყოს, ჯერ რუსეთი უნდა დამარცხდეს. ბატონო გენერალო, მადლობა თქვენი დროისთვის და ამ შესაძლებლობისთვის.